ამ ვიდეოს გამო ალბათ კოცონზე დამწვავენ, მაგრამ ეს უნდა იცოდე. ის, რასაც არავინ გეუბნება, გაინტერესებს როგორ იკლებ წონაში. ყველა ამბობს, დაიცავი კალორიების დეფიციტი, იკვებე სწორად და ივარჯიშე, მაგრამ რეალურად როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ მიიღო გრძელვადიანი შედეგი. აი ჩემი პირადი მეთოდი, რომელიც უკვე ასობით ქალს დაეხმარა. მათ შორის ისეთებს, ვისთვისაც მანამდე არაფერ მაიმუშავა. ყველაზე მნიშვნელოვანი წონის კლებისთვის არც დიეტაა და არც ვარჯიში, არამედ აზროვნების შეცვლა. ის კლება რაღაც მხრივ ორსულობას გავს. როდესაც შენ სწრაფად გინდა დაიკლო წონაში, ეს იგივეა რომ 5 თვეში გინდოდეს ბავშვის გაჩენა. თუ გინდა რომ შენი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, ამისთვის ძალიან დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. და კარგად ვიცით, ეს პროცესი რამხელა რისკებთანაა დაკავშირებული. შენ ამ დროს გეშინია, გეჩვენება შეუძლებლად, წვალობ, მაგრამ როცა იღებ გადაწყვეტილებას და არ ელოდები იდეალურ დროს, ზუსტად ამ დროს იწყება ცვლილება. როცა შეცვლი აზროვნებას და დაიწყებ სხვაგვარად ფიქრს, ზუსტად მაშინ დაიწყება კოლოსალური ცვლილებები შენ ცხოვრებაში. დაიწყებ გადაფასებას და მარტივად იტყვი უარს იმაზე, რაც გაშორებს შენს მიზანს. თუ შენ ამ შეცდომებს უშვებ, ზუსტად ამიტომ ვერ იკლებ წონაში. პირველი, თუ შენ გინდა დაიწყო ორშაბათიდან ან თვის პირველი რიცხვიდან, ძალიან დიდი შანსია რომ ამას არ გააკეთებ. რადგან შენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ როცა რაღაცას მომავლისთვის გადადებ, გგონია რომ უფრო მარტივად გააკეთებ. მაგრამ რეალურად ამ დროს კარგავს შენთვის ყველაზე ძვირადღირებულ რესურსს, დროს. არც ეს სამყაროა იდეალური. ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. რეალურად ჩვენ ცხოვრობთ აქ და ახლა და არა მომავალში. თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ მომავალი არ უნდა დავგეგმოთ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა რამე ახლის დაწყება, გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა გადახვიდე მოქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ამას არ გააკეთებ. მეორე, ორი მარტივი ჩვევა, რომელიც 90%-მა არ იცის და ზუსტად ამიტომ ვერ იკლებენ. ეს პატარა ცვლილებები შენს ტვინს დააპროგრამებს წონაში დასაკლებად. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ უძლიერესი ჩვევა, რაც დაგეხმარება წონის კლებაში, არის ჭამა სრულ ყურადღებასთან ერთად, ეგრეთ წოდებული mindful eating, ანუ როდესაც მაქსიმალურად ჩართული ხარ ჭამის პროცესში. ამ დროს შენი გონება და სხეული მოდის სინქრონში. როცა ნელა და ყურადღებით ვჭამთ, ტვინი უკეთ აღიქვამს დანაყრების სიგნალებს. ეს კი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი საკვების მიღება. საკვების ნელა ჭამა ზრდის საკვებისგან მიღებულ სიამოვნებას და საკვების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვანაყრებს. მაგრამ როცა ჭამისას ეკრანს ან სხვა ყურადღების გამფანტველს იყენებ, ამ დროს თავს ვეღარ აკონტროლებ. ჭამის დროს გამორთე ტელეფონი და მაქსიმალურად ფოკუსირდი საკვებზე. სადე თითოეული ლუკმა 20 ჯერ მაინც დაღეჭო. შეწყვიტე ჭამა მაშინ, როცა 80%-ით დანაყრდები. მეორე ჩვევა, ჭამამდე 1 წუთით სუნთქვის ვარჯიშის გაკეთება. ეს ვარჯიში მარტივი, მაგრამ უძლიერესი ტექნიკაა. როდესაც ჭამის წინ ღრმად სუნთქავ, ამით ტვინს აძლევს სიგნალს, რომ უსაფრთხო გარემოში ხარ, რაც ამცირებს სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. სტრესის დროს ორგანიზმი ინახავს ცხიმს, მაგრამ როცა მშვიდად ხარ, მეტაბოლიზმი ჩქარდება. უფრო კარგად იაზრებ ჭამას და აღარ ჭამ ავტომატურად. ახლა მოგიყვები როგორ დაიკლო ჩემმა მომხმარებელმა თათიამ 3 თვეში 16 კილოგრამი და როგორ ინარჩუნებს თითქმის 1 წელია წვალების და უაზრო დიეტების გარეშე. აქ მთავარი ისაა, რომ ეს შეუძლია ყველას, მიუხედავად ასაკის, სამუშაო გრაფიკის, გენეტიკის და დარბაზში სიარულის გარეშე, თუნდაც სახლის პირობებში. პანდემიამ და უმოძრაო ცხოვრების წესმა გამოიწვია თათიას წონის მატება. მან კი მიმართა წონის კლების არასწორ მეთოდებს. ამასობაში დაენგრა როგორც ემოციური ჯანმრთელობა, ისე ფიზიკური და ხელიც კი ჩაიქნია. მაგრამ მან ერთ დღეს შემთხვევით აღმოაჩინა ჩემი ვიდეოები, სადაც ვსაუბრობდი სწორკვებაზე და დააინტერესა. დღეს თათია არა მარტო კარგ ფორმაშია, არამედ არის ბედნიერი, ჯანმრთელი და ენერგიული. ახლა შენ თუ გეგონა გეტყოდი კურსის ფასს, მერე შენ ჩარიცხავდი ამ თანხას და გაგიხსნიდი კურსზე წდომას, მინდა გითხრა რომ ძალიან ცდები, რადგან მე ყველასთან არ ვმუშაობ. მე არ ვმუშაობ 21 წლამდე ასაკის ადამიანებთან. მე არ ვიმუშავებ იმ ადამიანთან, ვინც არ არის მზად გადადგას ესეთი ნაბიჯები, რაც დაეხმარება მიზნის მიღწევაში. მე არ ვმუშაობ ისეთ ხალხთან, ვისაც უნდა დაიკლოს წონაში, მაგრამ ამისთვის საერთოდ არაფერს არ აკეთებს. თუ მწეველი ადამიანი გეუბნება, რომ უნდა დაანებოს თავი მოწევას, მაგრამ როდესაც მოუნდება სიგარეტის მოწევა, იმასაც კი არ ცდილობს, რომ როცა მოუნდება სიგარეტი 1 საათი მაინც არ მოწიოს, ეს ადამიანი ჯერ საკუთარ თავს ატყუებს და მერე შენ გატყუებს. ისევე როგორც ის ადამიანი, ვინც გეუბნება, რომ უნდა დაიკლოს წონაში, მაგრამ გვიან ჭამაზეც კი არ ამბობს უარს. თუ ადამიანს უნდა რაღაცის მიღწევა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს ამ მიზანს. სხვა ყველაფერი უბრალოდ მიზეზებია და მეტი არაფერი. ასევე არ მუშაობ ზარმაც ადამიანებთან. უпроსტორად ისეთ ზარმაც ადამიანებთან, ვინც არ ებრძვის ამ სიზარმაცეს და მუდმივად მდინარის მიმართულებით მოძრაობს. მე ვმუშაობ მონდომებულ, მიზანდასახულ
და პროცესზე ორიენტირებულ ადამიანებთან. ვინც მზადაა გადადგას ესეთი ნაბიჯები, რაც მათი მიზნის მიღწევისთვის გადამწყვეტია. ვინც მზადაა სცადოს ახალი, მაგრამ სწორი წონის კლების მეთოდი. მიუხედავად იმისა, თუ უკვე რამდენჯერ აქვს ნაცადი. ჩემს მენტორობაზე ადგილები ყოველთვის შეზღუდულია და ახლაც მაისის თვეში სულ 5 ადამიანის აყვანა შემიძლია. თუ მსურველი იქნება 1-2 ადგილს დავამატებ. იმისათვის რომ გავიგო, შევძლებ თუ არა შენს დახმარებას, ამისათვის საჭიროა გავიაროთ კონსულტაცია, რომელიც გაგრძელდება 15 წუთის განმავლობაში. ეს იქნება გაცნობითი ხასიათის კონსულტაცია, სადაც დეტალურად გავივლით შენ სიტუაციას, სამუშაო გრაფიკს, ცხოვრების სტილს და შეძლებ თუ არა მომყვე ბოლომდე, იმისათვის რომ დავდოთ შენთვის სასურველი შედეგი და გავიგებთ. საერთოდ შენთვის არის თუ არა ჩემი პროგრამა. კონსულტაცია ტარდება 21 წლიდან ზემოთ და მხოლოდ ვიდეოს არის დახმარებით. თუ გსურს ჩაეწერო ჩემთან კონსულტაციაზე, გადადი ვიდეოს აღწერაში მითითებულ ლინკზე და მომწერე Instagram-ის პირადში სიტყვა გასაუბრება.